ბატონო ნუგზარ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შემდგომ მოსულ ძალებს ილია მეორემ ფაქტობრივად სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, როდესაც ისინი დემოკრატიულ ძალად აღიარა. ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არის, ზოგადად კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის, ასე ვთქვათ, პოზიციაზე, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი აზრი. რატომ მოიქცა ასე კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე? მან თავიდან აირიდა დაპირისპირება, ის ძალიან მძიმე პოლიტიკური ფონი, რომელიც მაშინ ქვეყანაში იყო, როგორ მიგაჩნიათ ეს არის დიპლომატია თუ პოლიტიკური არჩევანი? ძალიან კარგად ჩამოვაყალიბეთ ეს კითხვა, პასუხით შეიძლება მაგ-კითხვაში ვნახოთ. გეტყვით მაინც, უბრალოდ რომ გავიხსენოთ. შევარდნაძე როცა ჩამოფრინდა პირველი აეროპორტიდან, ის გაეშურა ეკლესიაში და შეხვდა პატრიარქს. ამით მან თქვა ცდილობდა რომ აი ეს ლეგიტიმაცია მიენიჭებინა თავის ჩამოსვლისთვის, რა თქმა უნდა, მისი ჩამოსვლა იყო ლოგიკური გაგრძელება იმ სახელმწიფო გადატრიალების, ხო? რაღაც ესეთი საკრალიზაცია ყოფილიყო. ანუ შევარდნაძე როგორც ესე ვთქვათ, გამოცდილი პოლიტიკოსი, დიდი ორგანიზატორი, კარგად თვლიდა, როგორ შეიძლებოდა გამოიყენებინა მას ყველა საშუალება და მათ შორის ერთ-ერთი თქვათ ყველაზე ეფექტური საშუალება ეკლესიის როლი აი ამ გადატრიალებაში და მის ჩამოსვლაში და ხელისუფლებაში მოსვლაში. ამიტომ ამას ეხლა დავაგვირი აქ მარტო 91 და 12 წლები კი არა, შემდეგ რომ მივყვეთ, არა უკვე შევარდნაძის პერიოდიდან განსაკუთრებით აი ეს 90-იანი წლები როგორ აქტიურად იყო, ანუ ეკლესია ახსენდებათ არჩევნების წინ. ისე არ ახსოვს. არჩევნების წინ ახსენდება და იმ პერიოდის თქვათ ეს წინასაარჩევნო პლაკატებს თუ ნახავთ, პირდაპირ თუ ირიბად ხედავენ ისინი ცდილობენ თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის რაღაცნაირად ეს ეკლესია, რელიგია, ქრისტიანობა, მათ შორის პატრიარქის სახელით გამოიყენონ. ამას აშკარად აკეთებენ. იმიტომ რომ ეკლესია არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია საქართველოში.